სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების კომისიის წარმომადგენლებმა და სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმება ითვალისწინებს უნივერსიტეტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართულობას ფონდის საინფორმაციო კამპანიაში. მხარეები ერთობლივი შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარებას გეგმავენ. შეხვედრის მონაწილეებმა სოლიდარობის ფონდის საქმიანობასა და განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ეს იმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული სტუდენტური თვითმმართველობის განვითარების კომისიის მორიგი შეხვედრა, რომლის ფარგლებში მთელი რიგი სხვადასხვა განსახილველ საკითხებთან ერთად ხელი მოეწერა სტუდენტურ თვითმმართველობებს, საუნივერსიტეტო სტუდენტურ ორგანიზაციებსა და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში სტუდენტური თვითმმართველობები და საუნივერსიტეტო სტუდენტური ორგანიზაციები გაუწევენ დახმარებას სოლიდარობის ფონდს იმისათვის, რომ უფრო მეტ ადამიანმა მიიღოს ძალიან კონკრეტული სარგებლობა. დღეს 53-მა სტუდენტურმა ორგანიზაციამ და ასევე თვითმმართველობამ ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა დააფიქსეს თავიანთი მზაობა ორგანიზაციების და თვითმმართველობების სახელით, რომ ჩაგვერთვებიან საქართველოს სოლიდარობის ფონდის საქმეების პოპულარიზაციაში. ეს იქნება ელემენტარულად ინფორმაციის გავრცელების გზით, თუნდაც სოციალურ ქსელში, ასევე ტექნიკური და საინფორმაციო შეხვედრებით თავად უნივერსიტეტების ბაზაზე.